ექთნებისა და მეანექთნების პროფესიის ხელშეწყობისთვის ახალი გეგმა მუშადება. მასში გაიწერება როგორც ახლო, ისე გრძელვადიანი პრიორიტეტები. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით მიზანია ექთნების და მეანექთნების სფეროში არსებული შესაძლებლობები ეტაპობრივად გაძლიერდეს. აღნიშნულ საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა. სფეროს განვითარების გეგმები მიხეილ სარჯველაძემ სამედიცინო დაწესებულებებისა და საექთნო ასოციაციების წარმომადგენლებთან ერთად განიხილა. მინისტრის განცხადებით ხარისხის განვითარების მიმართულებით რეფორმა გაგრძელდება და ნებისმიერი ცვლილება დეტალურ ანალიზს და სექტორთან უწყვეტ დიალოგს დაეფუძნება, რათა თავიდან იქნა საცილებული კადრების დეფიციტის გაღრმავება. განვიხილეთ საექთნო საქმე, საექთნო მიმართულებები, შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც საექთნო ასოციაციების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები, ასევე ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლები. შევთანხმდით, რომ გაგრძელდება მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა, ამ მიმართულებით დაგეგმილი ყველა ცვლილება მორგებული იქნება იმ საჭიროებებზე, რაც სექტორს აქვს ამ მიმართულებით. ამისჯელობა მაჩვენა, რომ რაღაც ეტაპები რეალურად განხორციელდება, რაც შესაძლებელია, რაც დიდ კოლაპს არ გამოიწვევს და ალბათ უფრო ასე ვთქვათ გრძელვადიან პერსპექტივაში დაიგეგმება ამ საექთნო საქმის, ანუ გაუმჯობესება ხარისხის კუთხით.